საკანში არ იყო სინათლე, ის მუდმივად სიბნელეში იმყოფებოდა, რომ არ იყო ჰაერი გარდა პატარა ჭუჭრუტანისა, სადაც პირი უნდა მიედო პატიმარს, რომ ჰაერი ან ცხვირი რომ შეესუნთქა, ჰაერი. არ ქონდა დასაჯდომი, დასაწოლი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თვითონ ციხის თანამშრომელი არ გადაწყვეტდა, როდის გადმოეწია ეს ასაკეთსი საწოლი მისთვის, არ ქონდა საკვები. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია, ფართოდ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ის დამწვრობები, რაც მას ქონდა ზურგზე. ამის შესახებ რომ გითხრათ, რა იცით? გავიგეთ ჩვენ, მაშინ კი არა, სულხანი როგორი იყო, იცით? აი, როდესაც აწამებდნენ, როცა ეგ ზურგზეც რო ისა თავზე იძახდნენ, რომ თავზე წამოცმული მქონდაო რაღაცა, თვითონ სულხანი ამობდა მაგას. ამას გებულობდით 1-2 თვის შემდეგ მე რაღაცნაირად ვიღაცა რაღაცას ამბავს გამოიტანდა და რაღაცა გნებათ ის ამბავი რომ აი ცეჰეპატიტზე 11 თვე როგორ გავიდა რომ ჩვენ გაგებაში არ ვიყავით ცეჰეპატიტი ქონდა თუ არა და თვითონ ამბობენ მე მაგას რომ აი ამ დროიდან იქამდე ესეთი ამბავი იყო და ის წამების ამბავზე კიდე არ ვიცი რა ასეთი წამება და ასეთი ისა ძალიან მერე ისეთ რაღაცები გამოქონდათ იქიდან ამბავი რომ მე პირადად ტირილი კი არა ბღავილი ამიტყდებოდა ხოლმე და აღარ ვიცოდი რა როგორი საქმეა რა არის იცით დედა გარდამეცვალა მამა ძმა მეუღლე ყველა ხო უბედურება მაგრამ შვილი ტერს არ უსურვებს სხვა გზნობა აი ესე გამოუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა მაგის